გაზიარდა მე მგონი ჩემი ეკრანი. კი ბატონო გაზიარდა. დამიდასტურეს რო ხმას ისმის? კი, ხმას ისმის. დავიწყებ მაშინ ჩემს პრეზენტაციას. მოგესალმებით ყველას, მე გახლავართ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელეკის საჯარო სკოლის და სენაკის ნომერ 7 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ელიზა დაბატაძე. დღევანდელი ჩემი საკონფერენციო თემაა კრეატიულობისა და შემოქმედებითობის განვითარება ციფრულ სამყაროში. პრეზენტაციიდან ბუკლეტამდე ციფრული მოქალაქეობა დაწყებით საფეხურზე და როგორ ვასწავლოთ კოდირების საფუძვლები ვიზუალური დაპროგრამების გარემოში. ყოველივე ამის გათვალისწინებით დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მოგეხსენებათ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრეატიული და შემოქმედებითი უნარების განვითარება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვცდილობ დავგეგმო და განვახორციელო ისეთი აქტივობები, რომლებიც სწავლების პროცესს გახდის სახალისოსა და შემოქმედებითად ნაყოფიერს. პრაქტიკაში ვიყენებ პროექტულ სწავლების მეთოდს, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნა გაანალიზოს და დააკავშიროს რეალურ ცხოვრებასთან. მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი სხვადასხვა საგნობრივ კონტექსტში. იმუშაოს დამოუკიდებლად და გუნდურად, გამოიყენოს ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ახალი პროდუქტის შექმნისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით განვახორციელე ინტეგრირებული პროექტი მე-6 კლასში თემაზე კახეთის მხარი. პროექტის ფარგლებში გაერთიანებული იყო შემდეგი საგნები: ჩვენი საქართველო, ინგლისური ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები. მოსწავლეებს ევალებოდა კახეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი, ციფრული პროდუქტების შექმნა ორ ენაზე, სხვადასხვა ციფრული პროგრამის გამოყენება. პროექტები გადანაწილდა 4 კვირაზე, პირველ კვირას მიმდინარეობდა თემების დარიგება, კვლევა, მუშაობის წესების გაცნობა, მეორე კვირას მომზადა პრეზენტაციები და პოსტერები ინგლისურ ენაზე, მესამე კვირას დამზადა საინფორმაციო ბუკლეტები, ხოლო მეოთხე კვირაზე უკვე მოსწავლეებმა ღია გაკვეთილზე წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები. მოსწავლეებმა კვლევითა და შემოქმედებითი აქტივობების მოამზადეს პრეზენტაციები, როგორც უკვე აღნიშნე, საინფორმაციო ბუკლეტები და ინგლისურენოვანი პოსტერები კახეთის ღირსშესანიშნაობებზე. კერძოდ ეს იყო ალავერდი, იყალთო, წინანდალი და ბოდბე. პოსტერებზე გამოყენებული ლოზუნგები შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, პრეზენტაციები კი მომზადდა Sway-სა და PowerPoint-ში, ბროშურები Microsoft Word-სა და Canva.com-ზე. ხოლო რაც შეეხება სამრეკლამო ბანერებზე, რომელზეც საინტერესო ლოზუნგები იყო ტურისტებისთვის დატანილი, მინდა გაგიზიაროთ, თქვენ ძალიან მომეწონა და ძალიან მიმზიდვას ხდიდა კიდევ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს. წინათლის სასახლე ადგილია, რომელიც აერთიანებს ღვინოს, პოეზიისა და სიყვარულის ტრადიციებს. ბოდბის მონასტერი სიმშვიდე და სილამაზით იქცევა შთაგონების წყარო და მისი მნიშვნელობა არასოდეს დაკარგავს ხილს. იყალთო, უნიკალური და ისტორიული მონასტერი და აკადემია ქართული სული, ხელოვნებასა და ისტორიაში ჩაქსოვილი. ალავერდი არის მხოლოდ აძარი, არამედ ქართული სულიელებისა და კულტურის სიმბოლოა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ინახავს ჩვენს ისტორიას, ისტორიულ კულტურულ ღირებულებებთან ერთად და გადყვევებთ მშვიდი გარემო და ალაზნის ველის ულამაზესი ხედები. ასევე ინტეგრირებული პროექტი განვახორციელე კი საჯარო სკოლაში, სადაც აქ უკვე გაერთიანებული იყო შემდეგი სამი საგანი: ჩვენი საქართველო, გერმანული ენა, კომპიუტერული ტექნოლოგიები. აქაც 4 კვირაზე გადავანაწილე პროექტი. პირველი კვირა მიმდინარეობდა პროექტის გაცნობა და თემების გადანაწილება. მეორე კვირაში დავიწყეთ პროგრამების გამოყენება და ხმების დამატება Sway-სა და PowerPoint-ში. მესამე კვირის ტექსტების ადაპტირება მოხდა, ბუკლეტებისა და პოსტერების შექმნაზე დავიწყეთ მუშაობა, ხოლო მეოთხე კვირას უკვე წარმოადგინეთ პრეზენტაციები ორ ენაზე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ სამცხეთ-ჯავახეთის კულტურულ ძეგლებს, ბარძიას, რაბატს, ვანის ქვაბებს, მოგვი ხერთვისი და შექმნეს ორენოვანი ციფრული მასალები. მოსწავლეებმა მიწოდებული პროექტის იდეის გაცნობის შემდეგ წინარე ცოდნაზე დახრტნობით, გერმანული ენის გარკვეული ლექსიკურ-გრამატიკული ცოდნითა და ტექსტურ-გრაფიკულ რედაქტორში მოსაუვის საშუალებით მოიძიეს ინფორმაცია და შექმნეს ორენოვანი ქართულ-გერმანული ტექსტის ადაპტირებული პრეზენტაცია. ბუკლეტები, პლაკატები, სარეკლამო ბანერები, მომზადებული მასალები შეაჯამეს და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე. მინდა აღვნიშნო, რომ ეკი საჯარო სკოლა არის მცირეკონტინგენტიანი სკოლა. ძირითადად კლასში ცოტა რაოდენობის მოსწავლეები არიან, კერძოდ ამ პროექტში ჩართული იყო 6 მოსწავლე, თუმცა აქედან გამომდინარე ძირითადად მოსწავლეებს მუშაობა მოუწიათ ინდივიდუალურად, სამუშაოების შესრულება ინდივიდუალურად და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად გაართვეს თავი, რაზეც ეს ფოტომასალაც მეტყველებს. აქ უკვე არის თვითონ მოსწავლეების მიერ ნამუშევარი და შექმნილი დოკუმენტები. ორივე სკოლაში განვახორციელე პროექტი QR კოდების გამოყენება, რომელიც ციფრული წიგნიერების გაძლიერებაში დამეხმარა. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ მუშაობს QR კოდი,
სად გამოიყენება იგი თანამედროვე ტექნოლოგიურ და საგანმანათლებლო სივრცეში? რატომ არის მნიშვნელოვანი QR კოდები ყოველდღიურ ცხოვრებაში? მოსწავლეებმა მოამზადეს სხვადასხვა სახის დოკუმენტები. ეს იყო საყვარელ მწერაზე, სპორტსმენზე, ხელოვანზე, მსახიობზე, გამოჩენილ ადამიანზე. შემაჯამებელ გაკვეთილზე წარადგინეს მომზადებული მასალები და გამოცადეს QR კოდები. QR კოდი გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს დოკუმენტები, რომელშიც თავმოყრილი იყო ბეჭდური, ვიდეო და აუდიო მასალა. ეს უკვე მოსწავლეების მიერ არის ნამუშევრები. ესეთი ნამუშევრები. ეკისაჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ერთად დაუგეგმე და განვახორციელე პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ვიდეო კამერისა და ტელეფონის გამოყენებით გადაიღეს ვიდეო. თავად მოახდინეს მისი დამუშავება და განათავსეს YouTube-ზე. შემდგომში მათ შექმნეს ვიდეოს შესაბამისი QR კოდი, ამობეჭდეს და გამოფინეს სკოლის ფოიეში. ამ გზით სკოლის სტუმრებსა და დაინტერესებულ პირებს QR კოდის სკანირებით შეუძლიათ ნახონ ვიდეო, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია ჩვენი სკოლის შესახებ. აქ უკვე როგორ მიმდინარეობდა მუშაობა და შევეცდები რომ ვიდეო ვაჩვენო, სადაც ასახული არის ჩვენი სკოლის შესახებ ინფორმაცია. აი ეს ვიდეო გადაიღეს და მოამზადეს. დავუბრუნდები პრეზენტაციას. ამ პროექტების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე რომ უკავშირი გამოეგზავნათ მეილზე და QR კოდებში ჩამალული იყო უკაცრავად ერთი წამით. QR კოდები გამომიგზავნეს, რომელშიც ჩატანილი იყო ტექსტური და გრაფიკული ინფორმაცია. ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება დაწყებით საფეხურზე კოდირების საფუძვლების ვიზუალური დაპროგრამების გარემოში სწავლების შესახებ. კოდირების სწავლება დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს ვიზუალური დაპროგრამების გარემოში. როგორიცაა Scratch, საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გაეცნონ კოდირების საფუძვლებს მარტივი, ინტუიციური და შემოქმედებითი გზით. ბლოკებზე დაფუძნებული კოდირების ენა მოსახერხებელია ძამწყებთათვის. მოსწავლეებს არ აშინებთ სინტაქსური შეცდომები, სწრაფად ქმნიან თამაშებს, ანიმაციებსა და ისტორიებს.
ეს ყოველივე ავითარებს ლოგიკურ და აბსტრაქტულ აზროვნებას. ამის ნათელი მაგალითია პროექტი, რომელიც განხორციელდა ვეფხისტყაოსნის შინაარსის საფუძველზე და მიზნად ისახავდა ისტორიული ეპიზოდის ვიზუალიზაციას თამაშის ფორმატით. მოსწავლეებმა სკრეჩის პლატფორმაზე შექმნეს თამაში ხატაეთის ბრძოლა. ჩაუხმავდნენ მოვლენების ისტორიას, შეისწავლეს ლოკაციები და მოამზადეს შესაბამისი ფონის სცენები, ბექგრაუნდები. თამაშისათვის შექმნეს 20-მდე სპრაიტი, ფონები, კოსტიუმები, დაამუშავეს სიუჟეტი და შეიმუშავეს კოდის ლოგიკა. ფონები და სპრაიტები შექმნეს პროგრამა Pixel.com-ში. ამ პროგრამაში მუშაობა მათთვის მარტივი აღმოჩნდა, რადგან ინტერფეისი და მუშაობის პრინციპები თითქმის იდენტურია PowerPaint-ის პროგრამისა. შემდეგ კი სპრაიტებისათვის Scratch-ის პროგრამაში შექმნეს კოსტიუმები და განავითარეს მათი ვიზუალური იდენტობა. სცენარი გადაიტანეს კოდებში, დაწერეს ბლოკებით და განახორციელეს ინტერაქტიული თამაში. პროექტი წარადგინეს მოსწავლეთა ვიზუალური პროგრამირების კონფერენციის შესარჩევ ეტაპზე, წარმატებით გაიარეს მოთხოვნები და გადავიდნენ მეორე ეტაპზე. შემდეგ მოამზადეს ვიდეო, რომელშიც აუხსნეს აუდიტორიას თამაშის აწყობის ეტაპები, რა კოდები გამოიყენეს და როგორ განავითარდა იდეა. სწორედ ამ ვიდეოს გიჩვენებთ ახლა მე თქვენ. ჩემთან ხმა არის მისანა თქვენთან ისმის ვიდეოს ხმა. აი რა უნდა ვქნათ, უნდა გავაზიაროთ თავიდან ეკრანი. და ხმა გავიგოთ. რადგან აქ საუბრობენ, ეხა იქ წინაზე უფრო პრობლემა არ იყო. მე ხარვეზი ხომ არ არის? აი თავიდან რო გააზიაროთ ქალბატონელის ეკრანი, რომ ვის ისმოდეს ვიდეოს ხმა. შოთ, ეხა პრეზენტაცია მითიდან. ჩემი ვიდეოს ხმა არის მის? ხო, ვიდეოს ხმა არის. მაგიტო გვინდა რომ პრეზენტაცია ეხლა გავთიშოთ. აი stop sharing-ს რო დააჭიროთ. ხო. მე თავიდან გავაზიაროთ, ეხლა დააჭირეთ. კი ბატონო. თავიდან გააზიარეთ, ოღონდ ეხლა მონიშნეთ ის YouTube-ის. ზუსტად, კი ბატონო, კი არაა პრობლემა. რომელიც გინდა. კი ბატონო. გაზიარდა ხო? ერთი წამით. რამაც მეგესწრება. ის ისე. ეს საიტი არის შესული Soul 90 სტილში. გაზიარდა? ხმაც გოცმის. ხმაც. ეს საჭირო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები. მარიამ წაბაყვა, გიორგი დადიბია. ჩვენ პროექტის შესახებ გავიგეთ ჩვენი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთან. ელისოს სტაბადაძისთან და გადაწყვეტეთ მონაწილეობა მიკროფონში. ჩემი თემა გახდა ხატაეთის ბრძოლა, რომელიც ინტერნეტის საზღვარზე ხდება. გვაქვს 20 სტაილი. ესენი კარიერის პროექტი, ლეველების პროექტი, ეფექტების პროექტი, ციგნის პროექტი, ციგნის პროექტი, მეომრების პროექტი, ხმის პროექტი, რამაზმების პროექტი. კარიერის საიტი არის შესული Soul 90 სტილში. ეს კარიერი გავიგოთ, ის გამოსცემს სერიალის ხმებს. ასევე ხმები იცვლება იმ ზედაპირის მიხედვით, რომელზეც პერსონაჟი დადის. ლეველების პროექტი არის პირველი ტიპი. აფეთქების პროექტის დახმარებით შევარდნისან შემხედოთ პატარა აფეთქებას. ციგნის პროექტი მოგვითხრობს მოკლეშიკას ხატაეთის ბრძოლაზე. ციგნი გახლავნა მარნი. ციგნის პროექტი გუშინებს გულებს. ჩვეულის შემთხვევაში გული გადასტება. და სამივე გული დაკარგულ შემთხვევაში თამაში თავდება. იმ შემთხვევაში თუ მეომრების პროექტები შეგხვდებიან, ერთი გული დაბავდება. მაგრამ ამ სიზმრად ახლოს მოვლენ სამივე გული დაბავდება. ხმების პროექტი გვეხმარება მეომრების დამარცხებაში. ამას პროექტის პროექტი. ყველაზე ზუსტი ანიმაცია. როდესაც გაიოს კოშკი და შეიძლება ახალი პროექტი. ასევე არის პროექტები, რომლებიც შეიძლება უკანად ფონად მოგვეჩინოს. ეს არის ეს პროექტები. მათგანი ამ კოდით მუშაობს. Whenever some message 1, set x to 0, show, switch, costume to costume 1, wait 1 second, switch costume to costume 2, start some voice sounds, wait 0.2 seconds, switch costume to costume 3, start some voice sounds. And when you start clicking, if costume name 0 equals costume 3, then broadcast 2, wait 1.7 seconds, and 5. Așa se pune ușurină, dar e discuția mușeaua. Și am trecut în care mi-a spus și se vede măzreaua. Stau zădă,
იყო. მეომრების კოდი ადრესატები იყო. ისინი ხდებოდნენ წინა მიმართულებით X240 ან X-240 და ხმალთან შეხების დროს ხდებოდნენ. ყველაფერი არის ჩემი დაფარული. პროგრამაში ფიქსოა და არც ერთი არ არის გამოწერილი. პირველი ხდება თამაშის შეასრულის დროს. მას აქვს მოკლე ანიმაცია. ამ ფონის შეცვლაში მხოლოდ იმ დროს, როდესაც ჩვენი ტექსტი გავრცელდება. ასევე გვაქვს უკანა ფონი პირველი ლეველისთვის, რომელიც შეეცადა ინდოეთის საფრთხეებს დავსებები. მას არ აქვს ანიმაცია, მაგრამ საკმაოდ ლამაზი გამოვიდა ჩემი მოსახლეობა. შემდეგ მოდის ფონი, რომელიც მოგვითხრობს, რომ ტარებმა დიდი გზა გაიარა. ფონი, რომელიც ირთვება მხოლოდ მეორე ლეველის დროს. რომელსაც მხოლოდ ერთი კოდი დასჭირდება. ასევე არის კოდი, რომელსაც ჩანს პროექტის ავტორები. გამარჯობა. ახლა თავიდან გავაზიარებ შევწყვიტავ გაზიარებას და თავიდან გავაზიარებ. კი ბატონო. პრეზენტაცია. უკაცრავად ცოტა. კი ბატონო გაზიარდა ისე. ხმაც ისმის? დიახ. ძალიან კარგი. გავაგზავნებ ჩემ პრეზენტაციას. ვიდეოს გაგზავნის შემდეგ მომზადდა საკონფერენციო პრეზენტაცია, რომელიც წარმატებით წარადგინეს ფინალურ ეტაპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი მოსწავლეების გასად მეც ამ ფონით გეტყვით მადლობა ყურადღებისთვის და ასევე მინდა მადლობა უთხრა კონფერენციის ხელმძღვანელებს იმისათვის, რომ მომეცა საშუალება ჩემი პრაქტიკა გამიზიარებინა თქვენთვის, წარმატებებს უსურვებ შემდეგ გამომცვლელებს. უღრმესი მადლობა ქალბატონო ელისა, არ ვიცი, ვუერთდები წინა ნარატივს და მართლა ძალიან გაუმართლათ თქვენს მოსწავლეებს ესეთი პედაგოგები რომ ყავხართ და ესე უზომოდ შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე არასდროს არ იღლებით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო პროექტები იყო წარმოდგენილი. უშუალოდ ეს საკონფერენციო თამაში მართლა იმდენად იყო დახვეწილი, რომ უკვე ჩამოყალიბებული პროგრამისტების ნამუშევარს გავდა. ძალიან ყოჩაღები არიან ბავშვები, რა თქმა უნდა, ეს თქვენი დამსახურებაა. მადლობა და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ. ნახოთ. მადლობა. დიდი მადლობა და მე მგონი ცრემლებს გავუყრი. ანა ძალიან ემოციებშია, იმიტომ რომ ანა ეხა